გურიაში ამდენიმე დღის წინ მოხდა ესეთი ფაქტი რა. ამ ჩოხატაურში ისეთი კაცია რა და 300,000 ლარი გახარჯა რა. 300,000 ლარის მოპარვა დააპირა. დაუწერეს დოკუმენტი რომ რაღაც 300,000 ლარი როგორ მოიპაროს. დაწერა და ხელი აქვს მოსაწერი. განმარტებაა ბოლოში რომ ანუ უნდა იყოსო კოლექტიური გადაწყვეტილებაო, ანუ ერთპიროვნულადო რა. მიიღოსო ხელმძღვანელმა ფირმა ეს გადაწყვეტილებაო. ამან ჩახედა კოლექტიური და ვიღაცებს ებაზრე. არ მასწავლებს. შეკერე იმას 300,000 და რაღაცა გაყო, ეს არ აწყობს. ეს კოლექტიური ეს ერთპიროვნული მოეწონა. მაგრამ ხელის მოწერის მაგალითად ხო ის რა გააკეთა? რა ქნა? ერთპიროვნულად ესე დაწერა. სიტყვიერად. ერთი თან ცალცალკე. და წაიღო 300,000 ლარი. ნუ არ მიგვეწრო ამ ხელმოწერით და დატანდენ. ის ვინ წაიკითხა და გადაამოწმა რევიზია ჩატო, იმათ ხო კაიაო. ერთპიროვნული. მან ჭხილები აკლია, ჭხილები უნდა მან. გახსნა ჭხილი პირველ და დახურო ჭხილი. გრამატიკა არის ის. შენ რო გესმის იმიტომ რა 300,000 ლარი. 300 ლარი რომ ვიშოვო ორი კვირა უნდა ვიმუშაო. 300,000 ლარი და ერთპიროვნული და წაიები ქონდა. გაყოფა არ უყარს როგორ ჩანდა და კოლექტიური იქნებოდა. გაყოფა უყურს. იქ დაწერდა ყველას კოლექტიური. რაღაც ხო კეთდება ეხლა და შენ გაკეთება შეუშალე ხელი ძმაო, ეგრო არ მიეცით ეგ 300. ნუ 300 ხო რაღაც ხო კეთდებოდა. კეთდებოდა და ხო ფულს აკეთე ხო კეთდებოდა. შეუშალე ხელი. აცადე რა გააკეთოს.